არ ვიცი ვისთვის არის, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მარტივად ახსნადი არის ჩემთვის პირადად და ჩვენი გუნდისთვის, რატო გახდა იძულებული ოცნება, რომ დათანხმებოდა ამ ონლაინ ჩართვას. ერთადერთი, ვისაც ჯერ კიდევ ითვალისწინებს დიანა ოცნება და ჯერ კიდევ აღელვებს ცოტათი მაინც ოცნებას, ვისი აზრიც ჯერ კიდევ ითვალისწინებს, ვისი აზრიც ჯერ კიდევ აღელვებს და ჯერ კიდევ ითვალისწინებს, არის საკუთარი ამომრჩეველი. ამ საკითხზე ჩორჩანას ეპიზოდზე და ზოგადად ამ დისტანციურ ჩართვაზე უარს ვერ უხსნიდა ოცნება საკუთარ ამომრჩეველს თან იმ დღეს, როდესაც 23-ში პირველ ჯერზე, როდესაც შეთავაზება იყო გაკეთებული გიორგის ჩვენი მხრიდან, რომ ონლაინ ჩართვა ყოფილიყო, გიორგის უარი უთხრეს და იმავე სხდომაზე სხვა ადამიანი ხო საუბარი მაქვს ბაქრაძეზე. ამიტომ ამის ახსნა გაუჭირდა, ვერ ახსნა საკუთარ ამომრჩეველთან ოცნებამ და ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღო. თავად ოცნებამ დიანა ძალიან კარგად იცის, რომ ჩორჩანას ეპიზოდი პიარულად, პროპაგანდისტულად მან წააგო. ეს ზუსტად იცის ოცნებამ. ამიტომ ეხლა რა თქმა უნდა ამ ონლაინ ჩართვის პირობებშიც უკადრებელს იკადრებენ, მე პირადად ისეთი მოსაზრება მოხდა, ამას ველოდები, რომ უკადრებელს იკადრებენ და ღმერთმა იცის რას იზამენ, მაგრამ პასუხებს კიდევ ერთხელ მოისმენენ გახარიასგან და ისე არ მოხდეს, რომ თვითონ მოუწიოთ მე ამ მიკროფონის გათიშვა ეს ხუმრობით. რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ აბსოლუტურად სწორად ახსენეთ კომისიის მისვლა არ მისვლის ფაქტორი ჩვენ შემთხვევაში, ჩვენი ლიდერის შემთხვევაში საკითხი საერთოდ არ არის, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ჩორჩანას ეპიზოდზე მიმდინარეობს პროკურატურაში გამოძიება და საქმე ეხება 15-20 წლიან საპატიმრო სასჯელს. 15-20 წლიან პატიმრობას ამზადებენ გიორგი გახარიასთვის. ამიტომ კომისიის მისვლა არ მისვლის ეს 7-8 თვიანი პატიმრობის საკითხი ჩვენთვის თავიდანვე მოხსნილი იყო დღის წესრიგიდან. კი ბატონო, გახარია რჩება უცხოეთში, როგორც ხვდები, ამ ონლაინ კომუნიკაციის შემდეგ, აი ეს თქვა დღეს ხვალ ჩამოდის ეს თემა, ალბათ ცოტა ხნით მოიხსნება, მაგრამ საბოლოო ჯამში როგორ იქნება მისი გადაწყვეტილება, მით უმეტეს მისი გუნდი მზაობას აცხადებს იყოს არჩევნებში წარმოდგენილი, ვისთან ერთად, ვისით? რა თქმა უნდა. დავიწყოთ იმით, რომ ეს ვიზიტი აქაც უნდა მინდა დიანა რომ გავიმეორო, ეს ვიზიტი გახარიას ეს ვიზიტი დიდი ხანია დაგეგმილია, იმიტომ რომ ჩვენი პარტია შემოდგომისთვის ელოდება რომ გახდეს ევროპული სოციალ-დემოკრატიული დიდი პარტიული ოჯახის წევრი და თქვენ ნახავდით კიდევაც SPD-ს ხელმძღვანელობასთან ჰქონდა არაერთი შემთხვევა გიორგი გახარიას, თუმცა განვითარებული მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ამ ვიზიტის ფარგლები გაიზარდა, რა თქმა უნდა, ასევე მე საზოგადოებას ვეთქვი, რომ რამოდენიმე საათის წინ ჰქონდა მას შეხვედრა გერმანიის ფედერაციის იუსტიციის მინისტრთან, მანამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან და გარდა უშუალოდ აი ამ ჩვენი პარტიის ევროპულ ოჯახში გაერთიანების მიღმა, რა თქმა უნდა, ჩვენ იქიდან გამომდინარე, რაც ხდება და როგორ ესკალირდა ფაქტობრივად ბოლო დღეებში კიდევ დამატებით ვითარება, ძირითადი საკითხი თვითონ ამ ვიზიტის შეეხება, რომ ჩვენს პარტნიორებთან მაღალი დონის შეხვედრებზე მათ შორის მოვძებნოთ გზები ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ პოლიტიკური პატიმრები იქნენ გათავისუფლებული, როგორც ახალგაზრდა აქტივისტები, ისე პოლიტიკური ლიდერები. ძირითადი კიდევ ერთხელ სხვა მიზნით იყო წასული, მაგრამ დღეს უკვე ეს მიზანი შეცვლილია. როდის ჩამოვა როდის გადაწყვეტს ჩამოსვლას, მოდით ამაზე სუსმა იღელვოს და სუსმა იდარდოს. მე ვადასტურებ, რომ ის აგრძელებს თუ არა, მაშინ ასე დავსვამ კითხვას. შესაძლოა აი ამ სასჯელის გამო, რომელიც მას ემუქრება, მისი არ ვიცი როგორ უყურებს ის მართლმსაჯულების სისტემას, გასაგებია წარმოდგენა შეიძლება ვიქონიოთ, რა ტიპის ნდობა აქვს დაახლოებით. კი ბატონო, შეიძლება გადაწყვიტოს, რომ არ ღირს ახლა ამხელა პატიმრობა, ჯობია ქვეყნის გარედან იყოს პროცესში ჩართული. ან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს გერმანიაში ან საფრანგეთში, როგორც სადაც ამბობენ, რომ აქვს მას კერძო საკუთრება. აი როგორი იქნება მისი დამოკიდებულება? გეტყვით. ერთი რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, კიდევ ერთხელ მომობ ამ ეტაპზე ამ პასუხით შემოვიფარგლები, რომ ამაზე იხელვოს სუსმა. ერთი რაც დამატებით დაზუსტებით შემიძლია გითხრათ და თქვენ პრინციპში წინა კითხვას რო ვისვამდით, იქაც ახსენეთ კიდევაც ჩვენი გუნდი, რა თქმა უნდა, აგრძელებს ბრძოლას იმაზე მეტი შემოქმედებით, აქამდე ჰქონდა. ეს დამატებით შემიძლია გითხრათ და ეს რა თქმა უნდა გავლენას არათუ არ მოახდენს ჩვენს გადაწყვეტილებაზე მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, არამედ კიდევ უფრო ამყარებს. ხას ვუსვამ. კიდევ უფრო ამყარებს. ვილაპარაკოთ ამაზე დამატებითი შემართებით აუცილებლად დარჩება თუ არა ამ თემის დამყარულის შემდეგ.
აუცილებლად გააგრძელეს ბრძოლას. კონკრეტულად, როდის დაბრუნდება გახარია, ეს იღელოს სუსმას. ხო შორის აქ ერთი წინადადებას ვიტყვი კიდევ დამატებით, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს ზოგისთვის, ჩემთვის აღარაფერი აღარ არის გასაოცარი და გასაკვირი, მაგრამ ნაცების და ოცნების პოსტავები ზუსტად ერთნაირად აჟიტირებულები ელოდებიან გიორგი გახარიას ციხეში ხილვას, მე მათ ვეტყვი, რომ ვერ ეღირსებით. სამწუხაროა, რომ ნაცები და ოცნების პოსტავებით ეს ნიშნავს, რომ არ ჩამოდის. ზუსტად ერთნაირი. ეს ნიშნავს, რომ არ ჩამოდის თუ აღარ დაიჭერს ივანიშვილი. დიახ. ივანიშვილს ჩვენი დაჭერა არ მხოლოდ გახარიას, არამედ გუნდის დაჭერა რო გაზრახული, მე მგონი ყველამ ძალიან კარგად ვიხილეთ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ამიტომ არ ყოფილა ეს განსაკუთრებული აგრესია გახარიას წინააღმდეგ, სიურპრიზი ჩვენთვის. კიდევ ერთხელ მაგ გახარიას შემთხვევაში 15 წლიან პატიმრობაზეა საუბარი. ამას ხას უსვამ და ეს არის პირდაპირი გაგრძელება ივანიშვილის 21 ოქტომბრის ეგრეთ წოდებული ინტერვიუსი. მაგრამ მე აქ რაც ვთქვი ის რაც ვთქვი და კიდევ ერთხელ ხას უსვამ, შეგიძლიათ თქვენთვისაც გადაამოწმოთ სოციალური ქსელები, ოცნების ფასიან პოსტავებთან ერთად ანალოგიური აჟიტირებით, ანალოგიური მსგავსი სიტყვებით. მათ სახეს აჩვენებს უბრალოდ ნაცმოძრაობის პოსტავები არიან აჟიტირებული გახარიას ესე ვთქვათ სავარაუდოდ მოსალოდნელი პატიმრობით. ანა არჩევნებთან დაკავშირებით თქვით რომ ეს ამყარებს. გვითხარით უფრო მეტი. თქვენ ხედავთ ალბათ, ატყობთ თქვენ შეგიძლიათ თუ არა რამე უფრო მეტი გვითხრათ, რა ვითარებაა ოპოზიციურ ფლანგზე, როდესაც თქვენ გადაწყვეტილება მიღებული გაქვთ, ოღონდ ისე ამბობენ რომ გახარია გავიგეთ, თითქოს გამარჯვებულ კოალიციაზე რომ ლაპარაკობენ, იქ გახარია არ იგულისხმება, თუ გახარია არ იგულისხმება, მაშინ რა გამარჯვებულ კოალიციაზე ლაპარაკობენ, ეს კიდე ცალკე თემაა, მაგრამ აი არის ახლა სწორედ გადაწყვეტილების მიღების პროცესი, ძლიერი საქართველოს ლიდერებს ელოდებიან პატიმრობაში და აი ეს პატიმრებს ყოველწამიერად Facebook-ზე სთხოვენ, რომ აი გითხარით დროზეო. გავიგეთ ეს თემა. ვინმე საინტერესო სტუმარი თუ ყავთ პარტიაში, შეგიძლიათ მიესალმოთ. კი ბატონო, და თქვენ რა ბოდის გიხდით აკი. ხო, გითხარით. ჩაიარა უბრალოდ ახალგაზრდულის წარმომადგენელმა მოსდიდი ხანი არ მინახავს. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, რაც შეეხება ჩვენს პოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით, თქვენ აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ, ჩვენი მიღებული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ვერანაირი ვერაფერი ვერ შეცვლის ამ გადაწყვეტილებას, ვერანაირი ზეწოლა ოცნების მხრიდან და მე საზოგადოებას გავახსენებ, რომ გახარიას წინააღმდეგ 15 წლიანი საპატიმრო სასჯელის შესახებ პროკურატურის გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ოცნებისთვის ძალიან კარგად იყო ცნობილი ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენ უპირობოდ ვიღებდით არჩევნებში მონაწილეობას, ანუ ვერანაირი ზეწოლა და რაც არ უნდა გააკეთოს ოცნებამ თავის მხრივ, ეს ვერ მოახდენს ზეგავლენას ჩვენს გადაწყვეტილებაზე და ვერანაირი შანტაჟი ვერც მეორე მხრიდან. თქვენ სწორად ბრძანეთ და ჩვენც რა თქმა უნდა ველოდებით ლელო საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები, დიანა, ჩვენი პარტია. მაგრამ მათი გადაწყვეტილებაც არ შეცვლის თქვენს გადაწყვეტილებას. არაფერი მოკლედ თქვენს გადაწყვეტილებას. ვერანაირი გადაწყვეტილება ჩვენს ვერანაირი ქმედება სხვისი ჩვენს გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას ვერ იქონიებს. კიდევ ერთხელ ვამბობ ხაზგასმით, ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები. ჩვენთვის ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არის მშვიდობიანი გზა და ეს არის არჩევნები, მიუხედავად იმისა, როგორიც არ უნდა იყოს ეს არჩევნები და ძალიან კარგად ვიცით, როგორ ჩატარდა 2024 წლის არჩევნები და რა მოლოდინები შეიძლება იყოს ამ არჩევნებთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა, დამატებით მოიგო საკანონმდებლო ბაზა ოცნებამ. ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები და ჩვენთვის ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა მშვიდობიანი ეს არის არჩევნები. რაც შეეხება თქვენ ახსენეთ კიდევაც ხომ რამოდენიმე კითხვის წინ იგივე ელენეს შიმშილობის საკითხს. ელენეს რა თქმა უნდა დიანა მე პირადადაც და მთელი ჩემი გუნდის სახელით, ჩვენი გუნდის სახელით ვუსურვებთ ჯანმრთელობას და გამძლეობას. პირიქით მე მოვუწოდებდი მას რომ შეწყვიტოს შიმშილობა, რაც არის ძალიან მძიმე ხო ადამიანის ჯანმრთელობისთვის. რა თქმა უნდა თან ერთხელ უკვე საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი შიმშილობდა კონკრეტული მოთხოვნა იყო მაშინ. ამას გულისხმობ გადაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა კი, გვახსოვს ეს ყოველს ძალიან კარგად, მაშინ პარლამენტში შიმშილობდა. თუმცა შიმშილობა ოპოზიციის წინააღმდეგ ჩემთვის პირადად არის უბრალოდ გაუგებარი და სიტყვა გაუგებარზე უხეში სიტყვას არ გამოვიყენებ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მოვ ადამიანის შიმშილობა. თქვენ აღიქვით რომ ეს არის შიმშილობა ოპოზიციის წინააღმდეგ, ანუ ასე არის თავადაც მისი განცხადებები ტოვებს კი რომ გაერთიანდნენ ერთობა და
კი, რომ ოპოზიცია ხო და პირადად ჩემთვის ახლა ოპოზიციის ასეთ ვითარებაში მით უფრო ოპოზიციის მიმართ ეს რაღაცა შიმშილობის აქტი რეჟიმს ნამდვილად ვერ ასუსტებს დიანა პირიქით შეიძლება ითქვას ნახავდით კიდევ თქვენ კობახიძის ნიშნის მოგებით განცხადებას ელინეს შიმშილობაზე და მის მოთხოვნებზე ოპოზიციასთან მიმართებით მით უფრო ოპოზიციის იმ პარტიის თან მიმართებით რომელთა ლიდერები ამ შემთხვევაში თქვა ბატონ მამუკას და ბატონ ბადრიზე მაქვს საუბარი არიან საპატიმროში ხო და კიდევ ერთხელ ხას უსვამ გახარია შემთხვევაში 15-20 წლიანი სასჯელის სახით პატიმრობა სასჯელის სახით ელოდება. თუმცა ხას ვუსვამ დიანა, რომ რა თქმა უნდა ელენეს ვუსურებ გამძლეობას და ჯანმრთელობას პირველ რიგში და მე პირადად არ ვიცი თუ აქვს ამას მისთვის რაიმე მნიშვნელობა, მაგრამ მე მოუწოდებთ იმას, რომ შეწყვეტოს შიმშილობა. რა თქმა უნდა ეს მის გადაწყვეტილებაა პირადი. კი ბატონო, ვის უფრო აღიქვამთ ამ შიმშილობის ადრესატად? მოდით ესე ვთქვათ, ჩვენი პოზიცია დიანა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ორი თვეა დაახლოებით, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, დახურულ მყარს მიღმაც იციან, ღიად, საჯაროდ, მედიის საშუალებითაც, ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილება ყველასთვის ისედაც გასაგები იყო, არის და მომავალშიც იციან ჩვენმა კოლეგებმა მათ შორის, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას სხვების მიხედვით არ შევიცვლით. ამიტომ დანარჩენი ალბათ მაყურებელმა უნდა გადაწყვეტოს. სალომე ზურაბიშვილისგან რა მოლოდინი გქონდათ, რა უნდა ეთქვა მას, იმიტომ რომ საკმაოდ კრიტიკულები იყვნენ მისი გამოსვლის შემდეგ და მეც შესავალში გავიხსენე ის 27 ოქტომბრის პრესკონფერენცია, რომლითაც მან გარკვეული, ესე ვთქვათ, ფლაგმანის როლი იკისრა ამ პოლიტიკურ პროცესზე, როცა თქვა პირველ პირში მხოლობით რიცხვში არ ვაღიარებ ამ არჩევნებს და შემდეგ ეს გახდა, ესე ვთქვათ, სტიმულის მიმცემი თუ ტონის მიმცემი ოპოზიციისთვის, რომლებიც ჯერ ზეიმობდნენ გამარჯვებას და მერე რამდენიმე წუთში ლაპარაკობდნენ 300,000 გაყალბდა 200,000 იქ ჩიპი ჩადგეს თუ ასე შემდეგ და არ ვიცი ეხლა რა კონკრეტულ, ასე ვთქვათ, რომელ ერთ რიცხვთან ან მიმართულებაზე ჩამოყალიბდნენ რა იყო მთავარი, იმიტომ რომ ოპოზიციის შიგნითაც მომისმენი ამ თემაზე კომენტარები, რომ თავადა ოპოზიციაში არ ვიცით კონკრეტულად რა მეთოდები იქნა ხელისუფლების მხრიდან გამოყენებულიო. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ მან გარკვეული ლიდერობა აიღო პროცესზე იმ პრესკონფერენციით, რომელსაც დრო აჩვენებს ალბათ სწორი იყო თუ არასწორი იყო და გუშინ სხვა მოლოდინი ჰქონდათ როგორც ჩანს მისი გამოსვლიდან. თქვენ რა მოლოდინი ჰქონდათ? მე პირველ რიგში მეც პატარა შეფასებას გავაკეთებ გეთანხმებით, რომ ბევრ ამას აჩვენებს დიანა სხვათა შორის ბოლო თითქმის 1 წელი არა, მაგრამ რამდენი თვეა ხო უკვე ეს პროცესები მიმდინარეობს და ბევრ ამას აჩვენებს რა იყო სწორი გადაწყვეტილება და რა არ იყო სწორი გადაწყვეტილება ზოგადად. რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, ნამდვილად არ ვაპირებ, რომ ზოგიერთის მსგავსად თავს დავესხა მას, ნამდვილად არ არის არც ჩემი სურვილი, არც ჩემი მიზანი და თვითმიზანი, ნამდვილად ეს ასე არ არის. ერთიანობის კონტექსტში, რაც ჩვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს, ერთადერთი რაც ჩვენთვის საინტერესო შესაძლოა იყოს და იგივე ლელოზე იკითხეთ თქვენ წეღან, რომ ლელოს გადაწყვეტილება თქვენზე იქონიებს თუ არა გავლენას, თუ კი ლელო საბოლოო ჯამში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებში მიიღოს, ანუ თუ კი მყარად დადგება ამ პოზიციაზე და საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ მიიღოს ლელო არჩევნებში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ერთიანობა იმ კონტექსტშია მნიშვნელოვანი და საინტერესო და აუცილებელი, რომ ვისაუბროთ ნეიტრალურ, აპარტიულ, ანუ არაპარტიულ კანდიდატებზე, მერობის კანდიდატებზე მაქვს საუბარი. პირველ რიგში ეს მიემართება ლელოს, იმიტომ რომ ლელო მაინც ესე ვთქვათ მერყეობს და ჯერ არ არის მისი საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი და ნებისმიერ შემთხვევაში ვინმესთან ერთიანობა ამ კონტექსტში არის ჩვენთვის საინტერესო. ვიმეორებ მერობის კანდიდატების ნეიტრალური ერთიანი კანდიდატი, რომ ერთმანეთთან არ მოხდეს, ესე ვთქვათ, კი ბატონო. დაჯახება ანა, თქვენ გაქვთ განცდა საინტერესოა სხვათა შორის, თქვენ თუ მიიღებთ მონაწილეობას, კიდევ იქნება ალბათ რამდენიმე პარტია გირჩი არსებობს, იაგო ხვიჩიას, არ ვიცი ბოლოს რა მოსაზრებაზე შეჯერდნენ, თუმცა ძირითადად აკრიტიკებენ, ასე ვთქვათ, არასერიოზულ სპექტაკლს რაღაც ამ დაგვარს უწოდებენ მიმდინარე პროცესს, თუმცა რომ არჩევნებზე არ მიდიან, ესე მკაფიოდ არ უთქვამთ ნამდვილად, ანუ ბოიკოტი
რა შემთხვევაში შეიძლება შედგეს, როცა თქვენც მზად ხართ წახვიდეთ არჩევნებზე, ვთქვათ, გირჩი და კიდე რამდენიმე პარტია ალბათ იქნება, ხომ? არ ვიცი, პარტიების სიმრავლეს არ ვუჩივით, უпростоრად სიმცირეს, აქ ჩვენ ვლაპარაკობთ მთავარ მოთამაშეებზე. ხო, გიშთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ გეტყვით, არც მე არ ვიცი ზოგადად, მაგრამ რა შეეხება აი ამ თქვენ მთავარ მოთამაშეებში თქვენ ამ შემთხვევაში ალბათ გულისხმობთ იმ პარტიებს, რომლებმაც saparlamento 4-5-9-25 როგორც გირჩზე გამახსენდა, როგორც უწოდებენ ხოლმე. საპარლამენტო ბარიერი, ვინც ეს გადალახეს სავარაუდოდ ამ პარტიებს გულისხმობთ თქვენც, კიდევ ერთხელ ვამბობ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული დანარჩენი სამის მხრიდან და ნუ ორის პოზიცია უკვე ცალსახაა, მაგრამ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ლელო, ჩვენი პოზიცია არ შეიცვლება არც ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერ ტიპის გადაწყვეტილებით და არ შეიცვლება იმ მუხარდაზე წოლით, რასაც ჩვენ ხედავთ ოცნების მხრიდან. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, გახარიას წინააღმდეგ, ესე ვთქვათ, ფორსირებულად 15-წლიანი საქმე აღიძრა, მას შემდეგ რაც ოცნებამ ძალიან კარგად იცოდა, ძალიან ღიად იცოდა ჩვენი პოზიცია. კიდევ ერთხელ მოგწოდეთ არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ხომ არ იყო ანა პასუხი იმაზე, რომ პარლამენტში არ შეხვედით. აი თან შეხვედით და თან არ შეხვედით. არა დიანა, ეს არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის პერსონალური დიახ, დაგირეკავთახლავე, როგორც ჩანს, 9 საათიანი ლიმიტი ამოვწურეთ სატელეფონო საუბრის, დავურეკავთ ისევ ანა ბუჩუკურს. კი ბატონო, ანა, ის მოდა თქვენი ხმა. საათი გავიდა და გაითიშა. კი ბატონო. აი ამ კითხვით დაგემშვიდობებით. ხო, რაც შეეხება რას უკავშირდება, ეს არის პირდაპირ დიანა პერსონალური პოლიტიკური შურისძიება ბიძინა ივანიშვილისა გიორგი გახარიას წინააღმდეგ, რომელიც მან დაანონსა, რომ ის განსაკუთრებით ვერ იტანს გახარიას და გახარიას გუნდს და რომ მზად აქვს მას უკვე რაღაც საქმე. ეს ვიცით, მაგრამ რომ რისთვის? ამის მთელი ეს არის პერსონალური პოლიტიკური შურისძიება, რომ ჩვენ უბრალოდ გავქრეთ, რა თქმა უნდა. გახარიას ოპოზიციაში გადასულის ალბათ ამას გულისხმობთ, იმიტომ რომ როცა ამ კომენტარს აკეთებდა ივანიშვილი მაშინ არ იცოდა, რომ პარლამენტში თან შევიდოდა, თან არ შევიდოდა გახარია. ამას ღიად ამბობს, იმიტომ რომ მე გაგახსენებთ ჯერ კიდევ 2021 წელს, როდესაც მთელს მსოფლიოს და მთელს ერს სამთავრობაშოულსაც მათ შორის ატყუებდა და უმტკიცებდა, რომ მეო გაწეული ვარო და რა შუაში ვარო პოლიტიკიდანო, პირველი რის გამოც ეს არასაჯაროობის პირობა ჭყალებში დაარღვე იყო გახარია. როდესაც იმდენად ვერ შეიკავა თავი, რომ 2021 წელს კიდევ ერთხელ წერილსაც არ მოგიწერები, არაფერს არ ვიტყვიო და თქვა რომ გახარია ჩემი არ არისო. კი ბატონო, ანა, ერთი ბოლო კითხვა მაქვს. პირველი საჯარო დარღვევა იყო ეს. კი, გვახსოვს კარგად, კარგია მაყურებელს რომ გაახსენეთ, მე რა თქმა უნდა კარგად მახსოვს მისი ეს ვთქვათ underground-ში როგორც იტყვიან გადასვლის მორიგი პროცესი. გადასვლის შემდეგ პირველი გამოსვლა. და აი ძალიან მალე წამოეწია ეს ამბავი, სხვათა შორის იანვარში წავიდა და თებერვალში დაეწია გახარიას წასვლა და შემდეგ მალევე მისი ოპოზიციაში გადასვლა და იქვე მალევე იყო ივანიშვილის განცხადება. კი, მაისში დააბაფუძნეთ ჩვენ პარტია და ივნისში გააკეთა მან განცხადება. კი ბატონო. და ბოლო კითხვა მაქვს ასეთი, 12 მანდატი გაქვთ ხომ პარლამენტში? დიახ. აი ხა ალბათ შეუწყდებათ მათ უფლებამოსილება, შემდეგი 12 შედის პარლამენტში გახარიას გუნდიდან. ეს ვთქვათ ისინიც იმ რეჟიმში გააგრძელებენ ყოფნას, როგორც პირველი 12 თუ შეიძლება შევიდეს ვინმე საერთოდ პარლამენტში დეპუტატის უფლებამოსილება, ანუ ეს ვთქვათ ცნობა ისედაც ხდება, მაგრამ აიღონ მანდატები და საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთო. დღეს ნიუსაც, ანუ ახალ ამბავს, შედარებით ახალ ამბავს თქვენს მაყურებელსაც ჩემი მხრიდან ვეტყვი, დღეს საპროცედურო კომიტეტმა უკვე განიხილა ჩვენთვის, მათ შორის მე პირადადაც ამ 12 ეტეულში ვარ და ნუ პირველი ნომერი არის პერსონალურად გიორგი გახარია. იმსჯელა ეს ვთქვათ საპროცედურო
კომიტეტმა მანდატების შეწყვეტის მიზანშეწონილობაზე და რა თქმა უნდა დადებითი დასკვნა გასა არაფერი რაღაც სიურპრიზი ან მოულოდნელობა ამ გადაწყვეტილებაში არ არის რაც ჩვენ ვიხილეთ საპროცედურო კომიტეტისგან შემდეგი 12 დეპუტატი თქვენი კოლეგებისგან ვიცით და ამას თუ აჩვენებს რომ ასევე დაჩქარებულად აპირებენ უკვე სესიაზე არა დალოდებას თქვა როგორც ეს რეგლამენტით არის განსაზღვრული არამედ სესიაზე დაჩქარებულად აპირებენ უკვე ოფიციალურად სრულად პროცესის დასრულებას რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, შემდეგი 12 აგრძელებს ჩვეულებრივად, ანუ ავტომატურად გადადის მათზე ეს მანდატები და მე მახსოვს, აი თქვენ ბოლო კითხვის პასუხად რა სიზამსო, მე მახსოვს, აი ზუსტად ამ ადგილიდან რამდენი ეთერი მქონია, როდესაც ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, რომ აი შეხვალთ თუ არ შეხვალთ მისცემთ ლეგიტიმაციას თუ არ მისცემთ ლეგიტიმაციას, ხომ ყველამ დაინახა, შემდეგი 12 ლეგიტიმაცია არ ჰქონდა. შემდეგი 12 ადამიანი მოიქცევა ზუსტად ისე, როგორც არის საჭირო და აუცილებელი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც ეს გააკეთა პირველმა 12-მა, ამის პირობას 100%-ით გაძლიერდა. მადლობა ანა ბუჩუკურს, მადლობა, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.